დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საჰაერო უსაფრთხოების მხრივ კარგი შედეგები გვაქვს. უკრაინას ახლა პეტრიოტის მეტი სისტემა აქვს. მინდა მადლობა გადავუხადო კანცლერ მერცს, გერმანიასა და ყველას, ვინც გვეხმარება. ჩვენი შეთანხმება შესრულდა. პეტრიოტის სისტემა ახლა უკვე უკრაინაშია და ექსპლუატაციაში შევა. რა თქმა უნდა, საჭიროა კიდევ მეტი თავდაცვითი სისტემა, რათა დავიცვათ მთავარი ინფრასტრუქტურული ობიექტები და ჩვენი ქალაქები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას არა მხოლოდ პოლიტიკურ დონეზე სახელმწიფოებთან და ლიდერებთან, არამედ საჰაერო დაცვის სისტემებისა და მათი რაკეტების მწარმოებლებთანაც. შეხვედრები გაიმართება მომავალ კვირაშიც. საჰაერო დაცვის უზრუნველსაყოფად პარტნიორებს წარუდგენთ ჩვენს წინადადებებს. თითქმის ყოველ დღე ვიცავთ თავს რუსეთის ბალისტიკური რაკეტებისგან. ჩვენ უნდა გავანადგუროთ რუსეთის სამხედრო ავიაცია. ამისთვის საჭიროა გქონდეს საკუთარი საბრძოლო თვითმფრინავები. ამ კონტექსტში ჩვენ უკვე მივიღეთ გადაწყვეტილება გრიპენებისა და ფრანგული თვითმფრინავების წარმოებასთან დაკავშირებით. მუშაობთ F-16-ზეც. ეს მოიცავს საჰაერო დაცვის სისტემებსა და მათთვის განკუთვნილ რაკეტებს და რა თქმა უნდა გამანადგურებელ დრონებს. ეს ამჟამად პრიორიტეტულია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ თავდაცვის ძალებმა ყველა ჩართულ ინსტიტუტთან ერთად გაზარდონ დრონ ოპერატორების რაოდენობა და შექმნან შესაბამისი სისტემა ისე სწრაფად და ეფექტიანად, როგორც საჭიროა.